დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის რუისისთვის. ამიტომ დღეს ჩვენთან მობრძანდა უფლისწული გიორგი, მისი მამა დავითი. ეს სოფელი არის ცნობილი დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული. თქვენ იცით, დავით აღმაშენებელი ამ სოფელში გაიზარდა. მამაცაშვილებმა გაზარდეს. მამაცაშვილებმა და ეს არის ის ტაძარი, სადაც მეფეც ეკურთხა, ალექსანდრე მეფე. გიორგი მეორე ეკურთხა ამ ტაძარში. და ვიცით, რომ ალექსანდრე მეფე ამ ტაძარშია დაკრძალული. ისე რომ შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი და მადლობა უფალს. მე სულ ვამბობ, რომ ვისაც დედაღვთისმშობელი უყვარს, მას უყვარს ბაგრატიონები. იმიტომ რომ ისინი არიან ნათესავები. და ქართველი ადამიანი არ არსებობს, რომ ღვთისმშობლის ხატი არ ქონდეს ოჯახში. არ არსებობს ქართველ ადამიანს, რომ ყოვლადწინა ღვთისმშობელი არ უყვარდეს. ისე რომ ჩვენი მომავალი არის ნათელი. ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე. მეფე, რომელიც სული წმიდით განიბრძნობა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ აი ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია ბაგრატიონთა. ჩვენ ყოველთვის ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის და იქნება. იმიტომ რომ მეფე იქნება გამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი, იქნება ერთიანობის სიმბოლო ქართველი ერის. და მაშინ როცა ჩვენ გვეყოლება ეს და მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს. ნამდვილად ჩვენ ერზე და ეკლესიაზე დიდი მადლი წამოვა, დიდი საღვთო მადლი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაფხიზეთ ქართველ ერს და როგორც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ლაზარე როგორც აღადგინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ასევე აღადგეს საქართველოს. ასევე მოხდება საქართველოს სულიერი გაბწინება. არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისის, ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და აღმოსავლეთშიო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო, სულიერი თვალსაზრისით ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფე. და მადლობა უფალს, რომ ყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარევი და სულიწმიდის მადლით ჩვენც ალბათ ვიხილავთ სულ მალე მომავალ პატრიარქს. მერთმა ინებოს, რომ მათი ერთად ღვაწლით, ერთობლივი ღვაწლით საქართველო გამოვიდეს ამ ჭაობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან და საქართველო გახდეს ღვთივკურთხეული ერი, ღვთისაგან დალოცვილი და ღვთისაგან კურთხეული. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს მომავალი მეფე და მომავალი პატრიარქი. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებული ხარ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს და როგორც იქნება ღვთისნება, როგორც ღვთისათვის სასურველი და საზიკეთო იქნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულა ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბწინებს. დალოცვი და გახარებული გამყოფოს უფალმა. ეთქვა დაგლოცვით. დაგახაროთ. ეთქვა დაგლოცვით.